ქუთაისში ქალთა კლუბმა იანვრის თვის ტრადიციული ღონისძიება პოზიტივის დღე აღნიშნა. შეხვედრის ფარგლებში კლუბის წევრებმა ერთმანეთს და საზოგადოებას საკუთარი წარმატებების ისტორიები და გამოცდილებები გაუზიარეს. დღევანდელი ღონისძიება ქალთა კლუბის წევრების წარმატების ისტორიების გაზიარებას ეხებოდა. რაც შემეხება მე წინა წლის წარმატებები, ასე ვთქვათ, რაც იყო ვისაუბრე და გავაკეთე პრეზენტაცია ამ თემებზე და ვფიქრობ იმას, რომ იყო ძალიან საინტერესო წელი, იქედან გამომდინარე, რომ იყო 3 სასწავლო ვიზიტი უცხოეთში და ამას ემატება ისიც, რომ შევძელით, რომ დაგვეფუძნებინა ლიკვიდირებული საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, როგორც IP და შესაბამისად ამ ორგანიზაციამ იგივე ფორმით შეძლო, რომ გაეგრძელებინა ფუნქციონირება. ეს ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე პოზიტივის დღე არის ძალიან კარგი დღე იქედან გამომდინარე, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ერთმანეთს გასული წლის მთელი წარმატებები გავუზიაროთ. წელს პირველად ქალთა კლუბის მიერ ქეთი ბერძენიშვილის სახელობის პრემია გაიცა, რომელიც ჟურნალისტ ეკა ფხაკაძეს გადაეცა. ყველას უღრმესი მადლობა, ვინც მე მომცა ხმა და ჩათვალა, რომ ჩემს პროფესიაში, ჟურნალისტიკაში რაღაცის გაკეთება შევძელი, ან უბრალოდ დავამახსოვრე თავი, რომ ხმა მომცა, კიდევ ვამბობ. დიდი პატივია ქეთი ბერძენიშვილის პრემიის მფლობელი, რომ გავხდით ამ პირველის და აი რა გითხრათ, ურთულეს მდგომარეობაშია დღეს ჟურნალისტიკა. ყველაზე მეტად იჩაგრება სიტყვის თავისუფლება და აქედან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეები. ალბათ პასუხიც უნდა იყოს ამაზე. არ ვიცი, ჩვენ ვცდილობ, თქვენ ჩემთან ერთად, ჩემო კოლეგებო, ყოფილო სტუდენტებო, რომ არ დავნებდეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენს პროფესიაში. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, უკვე მე-10 წელია ასოციაციასთან ქალები რეგიონების განვითარებისათვის არსებული ქალთა კლუბი აღნიშნავს პოზიტივის დღეს, ანუ იანვრის თვის ტრადიციულ ღონისძიებას, როდესაც ჯამდება გასული კალენდარული წლის განსაკუთრებული წარმატებები და კლუბის წევრები საზოგადოების სხვა წევრებს აცნობენ აი ამ წარმატებების შესახებ. დღევანდელი ღონისძიება არის განსაკუთრებული და გამორჩეული იქედან გამომდინარე, რომ დღეს გაიცა ქალთა კლუბის გამორჩეული წევრის ქეთი ბერძენიშვილის სახელობის პრემია 2025. ქეთი, როგორც მოგეხსენებათ, მრავალმხრივ დაჯილდოებული ადამიანი იყო, ამიტომ ყოველ წელს სხვადასხვა სფეროში გავცემთ ქალთა კლუბი აი ამ პრემიას. წელს პირველად ქეთის პროფესიიდან გამომდინარე პრემია გადავეცით წარმატებულ ჟურნალისტს ქუთაისში მოქმედს და ძალიან მიხარია და ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ეს ჟურნალისტი არის ეკა ფხაკაძე. როგორც ქალთა კლუბის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ქეთი ბერძენიშვილის სახელობის პრემიის გაცემა ყოველ ძლიურ სახეს მიიღებს. მომდევნო წელს ქალთა კლუბის გადაწყვეტილებით პრემიით სამოქალაქო აქტივისტი დაჯილდოვდება.